დილემში და ვის ჩემო ძვირფასებო როგორ ახართ? როგორ გიკითხოთ? ეხლა კრემს წავიცნე, მეც მაგიტო მოვეჭმარა, მაგიტა არ მომეწონა და ერთთან გადავწნილ და მე შევისწრები. ერთილი მოხა შაის დალევდა ალბათ და იმიტომაც არის. მე თუ ამაგიტა ვერ გავუგებერაფერი რაჭი. ძალიან კარგი ამინდი გვაქვს. ეხლა, მაგრამ გონი პარასკევი ხვალარი ხო? ხვალსვი მარიო ამბობდა მუხრანი. ნაჩვენები და სამსახურში არის, მაგრამ რენტგენი გადამიღესო და მოკლედ ფილტვებში ბრონხები გაქოუთქვიათ ძალიან და უნდა იმკურნალო ანტიბიოტიკები დაუნიშნიათ და გამოუშვიათ სახლში. მოდის ეხა გზაშია. უთხარი, მე ისედაც ვეუბნებოდი დაიწყე ანტიბიოტიკები თქვა. სხვანაირად ვერაფერს ვერ გახდები მეთქი, მაგრამ არ მინდაო და ეგერ ხო დაუნიშნეს ეხა. სიცხე რო არა აქვს ისე ძვირფასება, ნახეთ, სიცხე არ აქვს, ჩემგან რო გიკვირთ ხოლმე რომ პირდაპირ ანტიბიოტიკები არაო, სიცხე რო არა აქვს ისე დაუნიშნეს კაცს ანტიბიოტიკები. რენტგენიდან გამომდინარე. ეს კრემი სულ არ მახსოვდა რომ ილევა. არც ეს სულ გადამავიწყდა. მე მარტამდე არ ველოდები ჩემ ხელფასს და ასე რომ მუხრანის ვეტყვი და ხო მკითხა ხათუნა მიქაძე, არ ვიცი მოისმენ თუ არა, მაგრამ გიპასუხებ ხელფასი მუხრანის იმაზე გერიცხებაო, მუხრანისაზე როგორ დამერიცხება. ჩემი მაქვს მითითებული ყველაფერი და მე გავაკეთეთ ირისი ამ ხელფასისთვის. და მე მერიცხება ჩემს სახელზეა. ვერ ხედავ იქეთ რა ხდება, რას როგორ ვისმევ, იმდენად არის აქ მზე მომდგარი ფანჯარასთან, რომ აი ვერაფერს ვერ ხედავ. სისულელე დამემართა იქ თურქეთში რო ვიყავი, იქ უნდა მეყიდა ის სქელი ფარდები, რვალარებში იყო და აქ კიდე სასწაული ფასებია. მასეც სქელ ფარდებზე. მაგრამ ამის ზომაც არ ვიცოდი, თუმცა ეს რომელიც აქ მიკიდია, განიაქ ამას 3 მეტრი მე მგონი. ხო. ამ კრემის მერე ჩემი
დაბანილ სახეც რომ შევხედავ არის აი როგორ გითხრათ ძალიან მე არ ვიყავი თეთრი გოგო თეთრი ვიყავი თბილისში იმიტომ რომ რა ვიცი იქაური მზე არ მწვავდა თუ არ მეკარებოდა თუ რა იყო არ ვიცი მაგრამ მართლა ის სამივე ბავშვებს გეფიცებით თითი რომ დაედოთ ჩემზე ეგ მეტყობოდა გინდა თლიანად ტანზეთ ისეთი თეთრი გადაფითქინებული ვიყავი და დედაჩემს სულ უკვირდა კაცო ეს ხორბლისფერი გოგო როგორ გათეთრდიო მართლა სამივე შვილებს ფიცავად ისეთი თეთრი ვიყავი ხო და რა ვიცი ხალხო აქაური ჰაერი არ მიხდება გავიკეთებ ცოტა რაცხას თორე ძალიან უფერული გოგო ესეც ასე მოუჩ გეგა ბიჭო ნასკები არ გაცვი რა მოდი მოკლედ მოვიდა მუკიტო ძირფასებო ეს რა არის რაღაც წამლები კი მოუტანია და ლევომონთი ეს არის ეს ლევომონთი რაღა რეცეპტი ვია ცეზი სეპტროზილი მუგიდოს ხალხნა არ ვიცი და პროქსანი ეს პროქსანი მაგარია ხალხნა პროქსანი არის ხველების ბავშვებისთვის სიროპი ძვირი როღი სამისი და ამას რო ვასმევდი ტაბლეტებსაც ის არის მოკლედ ბიჭოს ხადა ნუწკომოტუნებ რა მოკლედ ეს მუკიტოს მე რას უყურებ დაგეწყო Lukman გაქნაჭამი. ეხლა 4 გვაქვს. ეს მუხა მომიტანა, იმიტომ ბავშვებმა შემიჭამეს წუხელი ერთი მთლიანი პური. ეხლა ბრინჯი მოიტანა. ეს ძალიან წვრილებია, მის ფლავი რა იქნება? ნახეთ როგორი წვრილებია, ეს იქ ჩაიშლება. ფლავი გამიკეთეო და ეს მომიტანა. ფლავს უნდა გრძელი ბრინჯი, რომ კარგი გამოვიდეს. და ვიცი, ასეთისგანაც ვაკეთებდი, მაგრამ სამი პური, ამასში ჩეკი არის, ქვითარი აქვს. კი. და ხახვინი ორი და ეს ქიშმიში. ეს კიდე ხახვი და ნიორი. ამას ჩავდებ ერთი წამი. აი, ამათ ჩაის დავალევინებ და შენს იმას დავიწყებ და მერე დავიწყებ მე ამ იმის გაკეთებას. რა ვქნა ეხლა? ჩემი კოში. მოკლედ, ეხლა გავაკეთებ 1 კილოგრამის სას და მერე გავაკეთებ კიდე. მოკლედ, აი აქ დავამაგრებ, თორე ტელეფონს გამიფუჭებს აქ ისე ცხელა ფანჯარასთან. რომ აი ვერ წარმოიდგენთ და მეშინია რომ ტელეფონს უკნიდან ძალიან გააცხელებს და რამე არ გამიკეთებს სუდი ტელეფონზე. ეს აქ
მოდი და მაღალო გასერწამს ის სადადე რომელი ჩანდა ჩამოვკიდე იქ აი ეს ეხა ამაში გავამზადებ ამ კაცისთვის ფლავს გვინდა ერთი მარგარინი აი ესე გავაცხელებ და მერე ქვაბში ჩავაგდებ აი ამას და მე რო შევდავ მოვიდე ეს შემახსენე და რაზე წავა მოკლედ აი ეს ერთი მთლიანი ცოტა გაცილდება ანუ ეს ჭიხა იქნება ჩემი ხო? შენი არის დად რო აწერია ის მანამდე თუ ვერ მიხვდი მაგას კარგად ქონია საქმე მოკლედ გაცხელდა ჩავაგდეთ 1 კილოზე 1 ცალი მარგარინი 1 კილოგრამ ბრინჯზე აია მასკოს არავინ არ მოდიდეს იქ ნუდგამ კაცო სადღაცა უნდა ხოშენი არ უნდა შენახვა იგივე დაიდე უკან ჯოს აგერ მოდი და ისმიში უყვას ეს მერე ცოტაა დედიკოდან იმას არ ეყოფა მოდი ეს ხო არა მოვიდა სამსაათში არა ის 1 საათი მაინც უნდა იმას მერე ხო ვტოვებ მუხრანი 45 წუთით მაინც ხომ უნდა დავტოვო აეტაკა ეხლა მითხარი აბატა აეტაკა ჯერ არ გავეცხავ ბრინჯს მინდა რომ ზუსტად მიწურულს გავრეცხებ იმიტომ რომ ეს ისედაც ისეთი ბრინჯია და მე თულად რო არ ჩაიშალოს ამიტომ ზუსტად მიწურულს გავრეცხავ გვინდა შაქარი, ლიმონი ეს გავხდება და მე ჩავასხამ წყალს რა გინდა ბიჭო სუნაგო სუნაგი გიავი ეს ის შაქარი ჩემმა დედამთილმა რომ მოგვიტანა ეს ლიმონი მე მგონი ლიკა მეიტანა აი ეს ესეთი არ ვარ ძალიან დარბილებულია ჩემი ჯენგრი რომელი მუხრანი კი ეგეთებს შემოვყარე ეხლა ისინი და გასაკეთი მაგ ესენიც მოსახსნელი მაგ თუ მოხსნი მაგარი ბიჭი იქნები შენნაირი ბიჭი არ მეყოლება წყალს ჩავასხამ ეს 1 ლიტრი იქნებოდა 2 ლიტრი წყალი უნდა
კილოგრამ ბრინჯზე. ეს რახან სავსე იყო, ამას არ ავავსებ. მარილი Friendship on the ხო, შაქარი. შაქარს არ მახსოვს, რამდენს უკეთებდი ყოველთვის თვალის ზომით, არა იქ სინჯავ მერე რომ მოურე. რა ვიცი ხალხი, ვიცი. ესე სერილედ ვაკეთე. თორე აი ჩამახსოვრებული რო აქვთ რა, რამდენი უნდა გავუკეთო, ეგრე ვერ. ყოველთვის მაინც გასახსენებელი მაქვს. მამა შედარი. შედარი. Charm. ჯერა ჩავყრე ამას აგენიდეს. იმოვიდება. всё, კარგი, 4 ჩავყარე. ცოტაზე ხა გავუკეთებ ლიმონის ხეს და მერე ბოლოსკე. ქერქებს მე არ ვყრი. არის. მოკლედ ესე. აი ეს ადუღდება, გავრეცხავ მერე ბრინჯს, ესენი დამჭირდება, ეს არ ვარგა, დამპალია. როგორაპური არ გინდა და? შეჭამდი? ჰა? მზარება პაცხოვდება ჭომა. მე გავაცხელებ, როდის იყო შენაც? შეგვიძლია დავუცემ. არ მინდა რომ პური ჭამო. ხო, თავს მაგითებინებს ისე სიმართლე გითხრათ. ეს თქვენი სალამურისა. ჭამ? შავი არ ქონდა? შავი უყვარს ამას. იგი გაქვს ნახატი ისე. მოკლედ ეხა ჩაიც უნდა გავაკეთო. ეს აქ იყოს. გავასხათ ჩაი. აუ ჩაიც საყიდელი იყო, მაგრამ კარი მერე ჩავამი. დედა რამდენი რამე მაგ გასაკეთებელი, აქეთ ტანსაცმელები, თეთრეულები, ყველაფერი დასაკეთი მაქვს. ის იმის ლეიბების გადანაწილო და გარეთ. გარის ძირნელი გოცხელია. ჩაის ხო დალევ ცხელს? კი.
სადაა შენი ჭიქა? არ მაქვს. მოიწა. სამი არ ეყოფა დიდია. მე სერტენსის ვინი. Ziko იყო ის მაღაზიაში. მაღაზიაში. Გაიძულს ლაბეგნია, გაიძულს საერთა უშ. აიჭი დავანეყოები. ძალიან, როგორი ბავშვები ყავს, იცი, ძალიან ყურადღებიანები. აი, გაზრდილები, აღაზრდილები უпростоრეთ. ძალიან კაი ბავშვები ყავს. ისეთია თვითონაც და კარგი ბავშვებიც ყავს. მოკლედ, всё, ერთ წამს არაფერზე მცალია, ეხ ამას გავავლები. Aga. C'era dei filmano di stessa. Stava facendo. შეგულებებში ხედი შაბათკინებსაც ქვია. ეს რაოდენობა. ეს დასწრებელია. უნდა მაქსიმალურად შევიკავოთ ერთად. თუმცა აუცილებელია და. შაბათკინას რატო თქვია კაცო, როცა შაბათი. აი, არ გინდა. Ahora el giro, tío. Te da un hijo de cabrazo. Oh, ¿cómo te dices? Şalqare. Antibiotik danışnes mi da rentgen genom rezdo. Ay. Dami. Nahuy. Go. Antiba var. მოკლედ, გავაკეთებ და მოვა. ესე უნდა ვურიო. აი ნახეთ როგორ გასქელდა. ბრინჯი ჯერ არ
იმას საქმე რა ქვია დაშლილა და არც არის ჯერ მზად კარგად, თუმცა 1 საათით ეხა ჩაის სტილო უნდა დავაფარო, ქიშმიშს რომ დავყრი, ჩავყრი ამაში. კიდევ ლიმონის წვენს გასინჯავს მუხა და მუხასთვის ვაკეთებ ამას, ამიტომ იმის მიხედვით გავაკეთებ თუ როგორი მოსწონს. აი ასე. 1 საათით ჩაის სტილოს დავაფარებ, დავახურავ თავზე და ეგრე სულ ძალიან დაბალ ცეცხლზე უნდა დავტოვო. აი, ჩავყარე. აი, всё. ეხა ეს სისქე ეყოფა რომ ჩაის სტილოს დავაფარებ და დავტოვებ სადღაც 45 წუთი მაინც, იმიტომ რომ მოკიდოს ეჩქარება. ძალიან უნდა ფლავი ხალხო. კარგი იქნება კურაგაც, უკატები უფრო ლამაზი ფლავი გამოვა, მაგრამ უხანის არ უყვარს მაგ რაღაცეებით, ასე რომ როგორიც უყვარს, ისეთ გავუკეთებ. ჩემთვის ისეთ ლამაზ გავაკეთებ, როდესაც გადავალ კვებაზე. აი ასე. აი ძირფასება. всё. ცოტა მარილი დავამატე. ხო. მოკლედ ესე. ეხა უკვე ველოდებით ფლავს. 1 საათით არ უნდა 45 წუთი მოკლედ 10 წუთამდე რომ მოვა. 3-10 წუთი რო იქნება მზად იქნება. ეხლა 2-20 წუთი. ეხლა მაგიდას ხედავთ რა ამბავიც არის. ეს მინდა მქონდეს აქ. ეს კომპოტი იმდენი დღეა გარეთ არის. იმდენი დღეა და რა ვიცი მაინც დალიეს. გეგამ ბოლომდე დალია, მოკიტომაც. იატაკზე ნამცეცებია, ბლომად. რაც არ მიკვირს. და შევუდგეთ ეხლა ძვირფასებო დალაგებას. მოკლედ მე ხა დავალაგებ ყველაფერს და მე იმას ვიზავ რა ქვია დავიწყებ ბლინების გამზადებას. ხო და ესე მოკლედ კურს უნახავ მეზობელს. მაგრამ გოდეს კლასელის დედამაც მითხრა, მაგრამ რა ვიცი არ მოვიდა და რამდენ ხანს ვინახო ესე არ მიყვარს დაობებულს არ ვაძლევ ხოლმე, დაობებულს ვაგდებ. ხოდა რა ვიცი იქნებ დაობებული არ უნდა თქო და ესეთი ცოტა ძველი რო აიპურებს ვინახავ და ვაძლევ. მოკლედ წავედი ეხლა ძვირფასებო მე ამით დაგემშვიდობებით და მოვალ ისევ ბედნიერ და მშვიდობიან პოზიტიურ დღეს გისურვებთ ყველას. ძვირფასებო ეხლა ვამოწმებდი, აი ნახეთ. აი ნახეთ. პროსტა გამოვიდა. ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც მინდოდა. დაიცა დაორთქლა. აი ნახეთ. აი ხო ხედავ. გამოვიდა. იეს, არ მეგონა ეხლა ბრინჯისგან ესე კარგი თუ გამომივიდოდა. აი ესეთი უნდა იყოს. რა ვიცი, ძირფასებო მე წესით როგორც ვიცი. მიყვარს აი ეს ოდნავ მიმწვარი რო არის ქვეშ. ძალიან მიყვარს. აი ასეთი, აი ეს. ნახეთ, აი ეს. ძალიან გემრიელია. მოკლედ გამოვიდა ჩემი ფლავი. ოუ, ძალიან ცუდია რომ ორთქლავს. აი ესე ჩემო ძვირფასებო. აი ხო ხედავთ. გავწმინდოთ.
მოკლედ გამოვიდა და ძალიან კმაყოფილი ვარ. ხედავთ რომ არ არის ჩაშლილი არც ერთმანეთს არ ჩვეულებრივად აი მოკლედ ეს